ვინ გახსენდებათ სიტყვაზე ხუილო? კობახაბასი. ცოლ-ქმარს შორის ორალური სექსი თუა მისაღები თქვენთვის? არა, რა თქმა უნდა. რატო? იმიტომ რომ დაუშვებელია ქრისტიანული დოგმატებით მსგავსი რამ გარყვნილებად ითვლება. ჩემთვის როგორც მართლმადიდებელი ადამიანისთვის მიუღებელი. რა ითვლება გარყვნილება? გარყვნილებად ითვლება ორალური სექსი. სად წერია? წერია ჯულის კანონში. ეგრე პირდაპირ წერია? პირდაპირ წერია. ორალური სექსი ცოდვაა? აქ ორალურ სექსი არა, საერთოდ გარყვნილებაში გადის მსგავსი რამ. საერთოდ სექსი შეიძლება? სექსი რო არ შეიძლებაოდეს, აბა ამდენი ხალხი საიდან იარსება. ხო და აბა ორალურს არა, ორალურ სექსს და სექსი საერთოდ შეიძლება და სექსის თავარი არსი არის ის, რომ უნდა ჩაისახოს და დაიბადოს ახალი ადამიანი. თუ სიამოვნების მიღება? არა, მინდა გითხრათ, რომ თავარი მისი არსი, რა თქმა უნდა, სიამოვნებასთან ერთად არის ადამიანის ახალი სიცოცხლის დაბადება. მეძავთან თუ ყოფილ ხართ როდის? ყოფილ ვარ. რატო ვიყავით, რომ ჩაგესახათ ახალი სიცოცხლე თუ სიამოვნება? ნუ, ცოდვა ვის არ დამართვნია? მეც დამართვნია ცოდვა, მეძავთან შეიძლება ორალური სექსი? მე პირადად არც მეძავს არ ვაკადრებს გავსრებას. რო დავლიოთ თქვათ რუსეთთან ბრძოლაში დაღუპულების აღწერა? კი ბატონო. გისმენთ? რას? აი, სადღეგრძელო შეცვალა. კი ბატონო, ყველა იმ ქართველის, მაგრამ წყალით ხო არ დავლებთ? პატრიარქმა აკურთხა, რომ იწიგდათ წყლის ძალას. კარგი, ღმერთმა ყველა აწყნოს, ვინც დაიღუპა არა მარტო რუსეთთან ბრძოლაში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში მთელი საუკუნეების მანძილზე, რაც კი ფარნავაზისთან მოყოლებული საქართველო არსებობს. გაუმარჯოს.